ქართველი ლექტორისა და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ისტორია აქტუალობას 26 წლის შემდეგაც არ კარგავს. 1994 წლის ზაფხულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტის რელიგიის ლექტორმა რეზო ბაქრაძემ გამთენიისას ავტობუსით სტუდენტები საქართველოდან გაიყვანა. მათ შორის იყვნენ მისი ცოლი, 9 წლის ვაჟი და საკუთარი ძმისშვილი. მას სტუდენტები ჯერ თურქეთში, მოგვიანებით კი კანადაში გადაიყვანა. ამ ამბავში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, რომ არა ამ სტუდენტების დამოკიდებულება საკუთარი მშობლების მიმართ. მათ ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს მშობლებთან. შეიცვალეს გვარსახელები. სახელი და გვარი შეცვლილი აქვს თავად რეზო ბაქრაძესაც. დღეს მას თეოფილე მალაქიას სახელით იცნობენ. ამ ისტორიის მიმართ ინტერესი აწყდება. ჩვენ რეზო ბაქრაძის ყოფილი სტუდენტი გვესაუბრა, რომელიც ჩვენთვის იმ ნიშნით აღმოჩნდა საინტერესო რესპონდენტი, რომ ამ ბურუსით მოცული ისტორიის აქამდე უცნობ დეტალებს ყვება. ეს კაცი განსხვავდებოდა დანარჩენი ლექტორებისგან. იყო თავისუფალი. ურთიერთობა ლექტორებთან, ბავშვებთან ამ ლექტორმა დაამყარა. იცით როგორ თავისუფალი ლაპარაკის საუბრით, ყველა თემაზე ლაპარაკობდა, დაწყებული სექსი, ისტორია, ხელოვნება და იცით გახსნილი იყოს, მაგათაც სკამზე ავიდოდა, სკამზე ძველი ბიჭი ჩამოიჯდებოდა და ისე საუბრობდა. მეუნება ჩვენი ერთ დღეს ყარაულაშვილი დაფასთან ჩამოვძამდიო, რაღაც უნდა შეგეკითხო და გამოდი დაფასთან ჩავედა. მეკითხება. ყარაულაშვილი ღმერთის გზავთ, კი მძავს. და მეუბნება, ყარაულაშვილი პანჯერა გამომოხდა გადახდიო. თავიდან თქო ვერ დაიმორჩილა ჩემი გონება და ხუმრობად მივიღე და გავიღიმე. ყარაულაშვილო აგძლებს, გამოაღე პანჯერა და გადახდი და ყარაულაშვილო გამოაღე პანჯერა, გადახდი. ესე იგი ამ სიტყვას რამოდენიმეჯერ იმეორებდა და იცით რა დამემართა ახლა. უცებ ძალიან მომინდა რომ ის დამერწმუნებინა რომ მე არაფერს არ მეშინოდა. ანგელოზი ვიდაგიჭერენ თუ ღმერთი გწავს. ძალიან მომინდა რომ ის დამერწმუნებინა რომ მე არ მეშინოდა არაფერს, მე ვიყავი ძალიან ძლიერი და მე მისულს ავასრულებდი და ეს რაღაცა და დავიძარი ბოლო ფაჟისკენ. ესე მწდა ხელში და გამაჩერდა. მას ჩემი გადახტომა კი არ უნდოდა. მან გადაამოწმა, შეძლებდა თუ არა ჩემზე ზემოქმედებას. დალი ყარაულაშვილი ამბობს, რომ სწორედ მან საკუთარი სახსრებით უმასპინძლა ლექტორის მიერ საქართველოდან თურქეთში ჩაყვანით 33 კაციან სტუდენტთა ჯგუფს. მისი თქმით, მას იმ დროს თურქეთში საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და ყოფილმა ლექტორმა დახმარებისთვის მიმართა. ყოფილმა სტუდენტმა ისინი 4 დღის განმავლობაში სასტუმროში საკუთარი სახსრებით აცხოვრა. შემდგომ კი მისი ბიზნეს პარტნიორის სახლში გადაიყვანა, სადაც 7 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მირეკავს ბატონი რეზო და მეუნება. ცოლშვილი მოვდივარ და მიმიღებ, ხო იცოდა ფინანსურად ყარად ვიდექებ. როგორ არ მიგიღებ ბატონო რეზო მერქი და რა გაგჭირვებია თქვა და წავსვლა მინდა ხო საზოგადოებრივ. მიფიქრე წავსვლა უნდა კაც უჭირს ალბათ საქართველოს ცხოვრება და რაღაცას აიწყო და კი ბატონო ჩავამძამდეთ მეთქი და მიგიღებთ მეთქი. არ გაუფრთხილები ვარ, სულიად გაუფრთხილები ვარ, წამოიყვანა ეს ჯგუფი და სულ არ ვიცოდი რომ ესენი გამოქცეულები იყვნენ. და მაგას როგორ მოვიფიქრებდი რომ ასე დააზომბირებდა სულ ყველას და ამ ხელა ჯგუფს აიკიდებდა და წამოიყვანდა, ხო? პირველი კითხვა რაც დავებადა, ფული გააქვს? პასუხობს არა მაქვს. კაპიკი არა მაქვს. კარგი ბატონო, უკვე მივხვდი რომ ჩემი პრობლემა ამათ ქუჩაში ხორდავდო. ყოფილი სტუდენტი იხსენებს, რომ თურქეთში ცხოვრების პერიოდში რეზო სტუდენტებს ძალიან ცუდად ექცეოდა, ვინც არ ემორჩილებოდა ფიზიკურადაც უსწორდებოდა. მე მეგონა თავიდან ხუმრობდა, უდაჟდებოდა და შენ ჩემი პირველი ცოლი იქნები, შენ ჩემი მეორე ხა მე რა ვიცოდი რა ხდებოდა. თავიდან ვარ ვიცოდი ამას რა ურთიერთობა ქონდა. 7 შვილი აქვს. ბატონო რეზოს სხვადასხვა კალთან არა, ერთად 3 ყავს ეთყობა, ისეთი ეს თუ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მე უნდა ქალბატონ დონასთან ყავს 3 შვილი. და ზოგადად არ ეყოლა შვილი. ქალებს რომელსაც მისგან ბავშვი არ ეყოლათ, ზეცას შეესთხოდნენ და რეზოს შეესთხოდნენ, რატო დაშიდნენ მისგან უშვილოდ. 10-მდე სტუდენტმა ასეთ პირობებში ცხოვრებას ვერ გაუძლო და ლექტორს გაექცნენ. რეზო ბაქრაძისგან გაქცეულები დალი ყარაულაშვილს წლების შემდეგ ასეთ წერილებს უგზავნიან.
დალი გამარჯობა. შეიძლება აღარ გახსოვარ. თურქეთში გაგიცანი რეზო ბაქრაძის ჯგუფში. ჩვენ რეზოსგან წამოვედით. დალი მიხარია რომ გიპოვე, შენ არაფერ შუაში ხარ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. ძნელია როცა მიხვდები რომ წარედ მოგატყუეს. რეზო გარყვნილი ადამიანია. რამდენიმე გოგო მისგან ბავშვი გააჩინა. ზოგსაც არ გაუჩნდა. ეთყობა რეზო ვიაგრას სვამს. მინდა რომ ხანდახან გავგლიჯო. მაქვს ეს შურისძიების გრძნობა და რა ვქნა დალი. ბევრი მაქვს მოსაყოლი, როცა გნახავ აუცილებლად მოგიყვები დეტალურად. რეზო ფულის ღორი იყო. რა სექტაა ვერ გაიგებ. მართლმადიდებლებს ლანძღავენ. თავისი ქრისტე ყავთ. ჩვენ მაკარონზე ვყავდით. თვითონ ხინკალს და ბაჟეს არ იკლებდა. თქვენ უნდა გახდეთო. ჩვენ რომ მისგან წამოვედით იძახდა უჩვენო დაერხევათო. მუხლის ჩოქვით მოვლენო. მოკლედ საზიზღრობაა. დალი როგორ ხარ? შენ მახსოვ ხარ შემართებული და მებრძოლი გოგო. მე მაგ ჯგუფს ჩამოვშორდი და აღარც მინდა მათზე გონება დავაკავო. საწელია ბიბლიაში მოძღვარს მრევლი ჩემზე ყოფილა გაგიჟებული, რომ წავიდა და ერთხელ აღარ შემეხმიანაო. უვარგისიაო ჩემზე უთქვამს. აბოლებდა და აბოლებს სასტავს. ასევე დალი ყარაულაშვილისგან შევიტყვეთ, რომ რეზო ბაქრაძე საკუთარმა ძმისშვილმაც მიატოვა. მისი თქმით, მან ვერ გაუძლო ბიძას, რომელიც სტუდენტებს საკუთარი ცხოვრებით აცხოვრებდა. 2014 წელს ის კანადაში გულის პრობლემებით გარდაიცვალა. სიუჟეტზე მუშაობისას ჩვენ მივედით სწორედ იმ სახლში, სადაც რეზო ბაქრაძე სტუდენტებს უნივერსიტეტის შემდეგ ლექციებს უკითხავდა. ამ შეხვედრებისთვის განკუთვნილი ადგილი სახლის სარდაფში, ბნელ ოთახში იყო. ახლა ამ სახლში რეზო ბაქრაძის ძმა, ზოდიკო ბაქრაძე დაგვხვდა, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მხოლოდ ის გითხრა, რომ ძმასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს და მის შესახებ არაფერი იცის. ეკითხო, ამალებო, იმიტომ რომ ჩემი უფლება ხო იღება ჩემი უფლება. შვილი დავკარგე უფროსი და მომიკვდა. შვილიშვილიც მომიკვდა, გადმოხვდა მეშვიდე სართულზე. უძლებთ რა, აი ამებს რასაც ყვებით, ამებს უძლებთ ხოლმე. მივიწყებ რაღაცა, უთო გამოჩნდა და ახლა კიდე ახლა უნდა ჩავერთო ამამ. თეოფილე მალაქიას აქვს საკუთარი YouTube გვერდი, სადაც სხვადასხვა თემაზე ქადაგებს. ყველა ვინც შემოვიდა ახლა ვესალმები, ვინც ჩვენთან არის, საერთო განწყობით, საერთო ინტერესებით, ეს იქნება ინტერესი ჩვენი ინტელექტუალური გაფართოებისა, რწმენისა და ხვეწისა და ურთიერთმოსმენისა ამ საკითხში. თემაზე მუშაობის დროს ჩვენ მას Facebook-ის საშუალებით დავუკავშირდით. რეზო ბაქრაძეს ვუთხარით, რომ მის შესახებ სიუჟეტს ვამზადებდით და მისი ჩაწერა გვინდოდა. კანადიდან კი ასეთი პასუხი მოვიდა. გამარჯობა ქალბატონო თიკო. დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის. აუცილებლად ვიფიქრებ მაგაზე და თუ დადებითად გადავწყვიტე, თავად დაგიკავშირდებით. მოგვიანებით კიდევ ერთხელ მივწერეთ რეზო ბაქრაძეს და ვუთხარით, რომ მისი ყოფილი სტუდენტი დალი ყარაულაშვილი მას ახალ ბრალდებებს უყენებდა. ამჯერად თეოფილე მალაქიასგან პასუხი აღარ მიგვიყია. თული სათქმელია, ვინ არის თეოფილე მალაქია, ან რა ტიპის გავლენის მოხდენა შეუძლია მას ადამიანებზე. თუმცა ფაქტი ერთია. 3 ათეული წლის წინ მან 33 ახალგაზრდა საქართველოსდან გაიყვანა და მას შემდეგ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მშობლებთან კონტაქტი აღარ ჰქონია.